მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბრძოლების მოყვარულებო. მე ვარ რომეო ცენტერაძე, თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იქნება მერაბ დვალიშვილის მიერ შესრულებული საინტერესო ძალიან საბმიშენი UFC 316-ზე შონ უმაილის წინააღმდეგ რევანში. ნახე რატო თქვი საინტერესო თქო, იმიტომ რომ ამ submissions განვიხილავდი ეს ბოლო 2 დღე რამოდენიმე გრეპლინგის სპეციალისტთან და ყველას სხვადასხვა სახელი და სხვადასხვა ახსნა ქონდა ამ submission-თან დაკავშირებით და მე ჩემი აზრი მქონდა და მაინტერესებდა შემედარებინა მაგათ აზრებთან ჩემი აზრები რა და თენგოსთან გავიარე, მიგელთან გავიარე, ჩემი მეგობარი აქ ნიუ-იორკელი ბიჭია, შავი ქამარი აქვს ძალიან მაგარი სკოლა აქ დარბაზს გვითმობს ხოლმე როცა ბექას ვამზადებთ აქ მე და ლევანი ბრძოლისთვის ლევანთან და ბექასთანაც გავიარე, რა თქმა უნდა ზიკოსთან გავიარე ეს თემა და ნუ ყველა სხვადასხვა მოსაზრებები აქვს, მე ჩემი მაგ რაღაცები დაემთხვა, რაღაცები არა და შევაჯამე მოკლედ რაღაცები და დღეს მინდა რომ ეს გაგიზიაროთ თქვენ. პირველ რიგში სანამ დავიწყებთ, მინდა გქთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ჩემი ვიდეოები და აკომენტაროთ დადებითი სიტყვებით, კომენტარებით მომიხმაროთ რომ გავზარდოთ ჩემი არხი. ყოველთვის როგორც გახსენებთ ხოლმე, რაც უფრო გაიზრდება არხი, მით უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგები მეც ამ ვიდეოების დადებას, კონტენტის შექმნას და ესე შემდეგ რა. სხვათა შორის ხო, კიდე ერთი რაღაცა. Fight-ზე დაიდო მერაბის ბრძოლის რეაქცია გიორგი ადამია და გიორგი სართანია, ჩემი ორი ძალიან დიადი მეგობარის მონაწილეობით და სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე მაგაში მონაწილეობის მიღება. მოგეხსენებათ ეხა ბექა ლაშხიას პარასკევს ატლანტიკ სიტიში საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა აქვს. მე და ლევანი მივდივართ ბექასთან ერთად 4 შაბათს ატლანტიკ სიტიში, ხუთშაბათ წონას ვაბარებთ, პარასკევს ვიბრძვით, კუთხეში ვიქნებით და ნუ ადრე დავწექით ასე შემდეგ მე კვირას ვეღარ მოხერხდა ისე რა რომ ყოფილიყავი მიმეღო მონაწილეობა მეც ამ ეპიზოდში, ასე რომ ბოდიშს გიხდით, მაგრამ გთავაზობთ კომპენსაციის სახით ამ ვიდეოს, ესე იგი. სხვათა შორის მინდოდა მეთქვა რომ ბრძოლებზე საუბარი, აი ბრძოლა რომ ჩაივლის, ბრძოლის შემდეგ ანალიზი გაცილებით უფრო იოლი გასაკეთებელია იმ მხრივ რომ ვიდეოს ჩაწერა რა, იმიტომ რომ როდესაც ბრძოლას წინასწარ განიხილავ, რამოდენიმეჯერ გჭირდება გამორთვა და ჩართვა თავიდან ჩაწერა იმის რა ქვია, რამოდენიმე დუბლის, ზოგჯერ იმიტომ რომ ფიქრობ აი ეს ჯობია როგორ თქვა წინასწარ ეს თქვა თუ არა და როცა ბრძოლას განიხილავ ფაქტის შემდეგ, უბრალოდ რაც მოხდა იმაზე საუბრობ, რაც მოგდის თავში რა, რაც გიფიქრია და უფრო ადვილია უბრალოდ რა, ანუ ამის თქმა მინდა რა. ხო, რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, ნუ ბრძოლა რა თქმა უნდა ყველასთვის ძალიან სასიხარულოდ და სასიამოვნოდ განვითარდა და გაგრძელდა. კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და გაგვახარა მერაბმა. იყო პატარ-პატარა ცვლილებები ორივე მხრიდან, მაგრამ დიდი ისეთი არაფერი უფრო მეც ველოდებოდი შონისგან ფრონტ კიკებს ღვიძლში, რამოდენიმეჯერ დაიწყო თავიდან, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა რატომღაც. გამიკვირდა ის, რომ წინ მიდიოდა, როცა დახევდა მერაბს წინ, უკან, მერე თვითონ იხევდა უკან, იმის მაგათ რომ შეეტია. არ ვიცი, ალბათ ტეიქდაუნის ეშინოდა, თუმცა მხოლოდ დაცვაზე ფიქრით მერაბს ვერ მოუგებ შეხოს, იმიტომ რომ მერაბი არ ჩერდება. და თუ არ შეუტიე და თუ არ შეავიწროვე ცოტა, ჩემი აზრით ეგ არის ერთადერთი შანსი რა. და რაც შეეხება მერაბს სხვათა შორის სტრაიკინგში ჰქონდა გაუმჯობესება ნამდვილად, თუმცა კარგი იქნა რომ მხოლოდ სტრაიკინგ რა თქმა უნდა ეხა ყველამ ვიცოდით რომ გამიქსავდა და ტეიქდაუნზე წავიდოდა და ასე შემდეგ. უბრალოდ არის უკეთესობა დისტანციიდან ჩხუბი მერაბს მაინც ჯერ კიდე ცოტა უჭირს, მაგრამ როცა ახლოს არის იმაში რა ქვია პაკეტში რა, ჯიბეში, როგორც თქვენ სატელეფონო ბუტკაში, იქ გაუმჯობესებული აქვს სტრაიკინგი ნიშნავდა აი მართლა ბევრად უკეთესი აქვს ვიდრე ადრე ქონდა და ზიანის მიყენებად შეუძლია ჰემატომას ქონდა უმაილის მერაბის დარტყმის შედეგად სახეზე. ხო, მოდი გადავიდეთ თვითონ საბმიშენზე.
მართლაც საინტერესო საბმიშენი იყო, იმიტომ რომ რეალურად როგორც ესეთი გამოკვეთილი სახელს ვერავინ ვერ იგეწყვის ამ საბმიშენის რა იყო რეალურად რა. ეხლა ამ წუთას რო ვწერ ამ ვიდეოს რომა დოლიძემ მომწერა და უნდა წავიკითხო როგორც დავამთავრებ ვიდეოს ჩაწერას ალბათ მომწერა როდის შეძლებს სტუმრობას და ჩაწერას ჩვენთან ერთად გადაცემის რა, რაც კიდევ ერთი კარგი ამბავია. არ დაგავიწყდეთ ფაითოპის გამოწერა, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა რომეო ცენტერაძე YouTube-ზე. ესე იგი, მე მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ მოხდა საბმიშენი, როგორ დაიწყო და საიდან დაიწყო და როგორ სად დამთავრდა რა. ჩემი აზრით საბმიშენი ამ საბმიშენმა სათავე დაიდო მეორე რაუნდის ბოლოს. Რაღაც 10 წამი იყო დარჩენილი, როდესაც მერაბი მოვიდა ამ Power Guillotine ტირე Ninja Choke-ის შესაძლებლობა მიეცა, აი ამ პოზიციაში იყო და Sean O'Malley არ იცავდა ჩოუქს. ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე რომ Sean O'Malley იცოდა რომ აქამდე მერაბს UFC-ში საბმიშენი არ ქონდა, არც კი უფიქრია საბმიშენის დაცვა და მერაბს უკვე თავისი მკლავი აი ეს კისრის ქვეშ ქონდა, მაგრამ 10 წამი იყო დარჩენილი და აღარ წავიდა საბმიშენზე. მაგრამ ალბათ დაიმახსოვრა რომ Sean O'Malley დაცვა არც კი იფიქრა რა, უბრალოდ ფეხზე მოკიდა ხელი მერაბს. და მან დამთავრდა რაუნდი რა, მაგრამ მესამე რაუნდის ბოლოს უკვე 10 წამის ნაცვლად იყო სადღაც 40-50 წამი დარჩენილი, რაც სავსებით საკმარისია საბმიშენის დასასრულებლად. გააჩნია რა პოზიციაში ხარ, რა თქმა უნდა. და ისევ იგივე პოზიციაში მოხდნენ მერაბს ისევ Power Guillotine-ის პოზიცია ეჭირა, ისევ არ დაიცვა Sean O'Malley-მ მისგან საბმიშენისგან თავი ისევ რაღაც ფეხებზე დაუწყო ხელის მოკიდება. შემდეგ მერაბმა უკვე გადაწყვიტა რა ხან რამოდენი რაუნდის ბოლო იყო, წასულიყო საბმიშენზე, ჰქონდა საკმარისი დრო. Power Guillotine-დან მერე გადავიდა Ninja Choke-ზე, მაგრამ Ninja Choke-ი უნდა იყოს ნიკაპის ქვეშ, კლავი უნდა იყოს ნიკაპში. ამჯერად კლავი ნიკაპის ქვეშ არ იყო, იყო ყბაზე და neck crank-ი იყო. როდესაც აი აქ მიაჭირა O'Malley-მ თავის საუნებურად გადმოატრიალა თავი, იმიტომ რომ აი რო გაწევებიან, მithmet ესე ძლიერი ადამიანი როგორც მერაბია და cranks გიკეთებს, ინსტინქტურად თუ გაქვს იმის საშუალება, თუ ტანი ჩაკეტილი არ გაქვს, თავს გაყვება ტანი რა და დატრიალდები. რომ დატრიალდა ამ დროს უკვე Ninja Choke-დან მერაბი გადავიდა North South ტირე Ezekiel Choke-ზე რა, ანუ ზოგისთვის North South იყო, როგორც ვესაუბრე ხალხს ექსპერტებს, ზოგმა Ezekiel Choke-ს უფრო გავდა, უფრო Ezekiel-თან უფრო ახლოს იყო, თუმცა ზუსტად ვერავინ ვერ მითხრა, მაინც აი ეს ქვია ამ Choke-ს რა, ერთმა ისიც მითხრა საკმაოდ პატივსაცემმა შავმა ქამარმა, რომ საერთოდ რაღაც სახელი არ აქვს მაგ Choke-ს, უბრალოდ Choke იყო რა და ჩემთვის ეგრე იყო და ყოველ შემთხვევაში ბოლოს Ninja Choke-დან Ninja Choke face crank-დან გადავიდა North South პოზიციაში და მან უკვე მერაბს ჰქონდა ეს ჩაკეტილი ხო ქონდა ესე და ეგ Choke შეიძლება რამოდენმენაირად დაამთავრო. შეგიძლია რომ აი ეს ქვემოთ ჩაწიო მაქსიმალურად და აი აქ დააწვე და აი ამით დაახჩო. შეგიძლია უფრო ესე გადაწიო და აი ამითი ეს ატკინო და ამავდროულად ეს წამოიღო და აი ეს არტერიაში რომ მიედება ეს აღჩობს მაგ დროს რა და მერაბმა მე მგონი უფრო როგორც მე დავინახე, როგორც ჩანდა რა ტელევიზორიდან ეს ქვედა ბლეიდი გამოიყენა და მხარი თავისი და მარჯვნივ იმოძრავა ოდნავ. და ჩემი აზრით ზუსტად აი ამ ხელის აი ამ ნაწილმა და ცოტათი მხარმაც მიიღო მონაწილეობა ამ საბმიშენის დასრულებაში რა. შეეძლო თუ არა Sean O'Malley-ს მაგ საბმიშენზე უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევა და გამოძრომა ალბათ ადამიანს გააჩნია და მის მდგომარეობასაც გააჩნია. ჩემი აზრით მერაბმა მანამდე იმდენად გატეხა Sean O'Malley სანამ საბმიშენზე წავიდოდა, რომ Sean O'Malley-ს უკვე იმის არც ბრძოლის უნარიანობა ქონდა შერჩენილი და ალბათ არც საკმარისი ძალა და ენერგია რომ წინააღმდეგობა გაეწია რა მერაბისთვის. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აღჩობ
მხოლოდ და მხოლოდ ხელებით პარტერში დგომში კიდე შეიძლება დახჩომა ადამიანის აი მაგალითად ნინჯა ჩოუკი ფეხების გარეშე სრულდება და რაღაც სხვადასხვა ვარიაციები არსებობს მაგრამ პარტერში ადამიანის დახჩობა ისე რომ ჰუკები არ გაქვს ფეხებს არ ახმარ და უბრალოდ მარტო ხელით აღჩობ ძალიან რთულია და ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი რაღაცა აი თუნდაც South North-ი მაგრამ მაგ დროს კლავი შიგნით რჩება და კლავის დათრეული გაქვს და ვერ მოძრაობს ტანი და კიდე სხვა ამიტომ North South შოკი იმიტომ არ იყო კლასიკური იმიტომ რომ კლავი გარეთ ქონდა ორივე უმალის მარტო კისერი იყო მაგისი მოხვედრილი submission-ში და მაგრამ ნუ თაიამ დაღლილობა მორალურად გატეხილობა და თან მერაბის ფიზიკური ძალა და ეს ზეწოლა ყველაფერმა გამოიწვია ის რომ ამ ყველაფერმა გატეხა შონომალი საბოლოოდ და მერაბის მეორე ფინიში ვიხილეთ UFC-ში და პირველი საბმიშენი რაც რა ვიცი სხვა აბსოლუტურად სხვა ლეველზე ავიდა მერაბი როგორც ჩემპიონი არსებობენ ჩემპიონები და არსებობენ კიდე ჩემპიონები რომლებიც უფრო მაღლად განან ვიდრე დანარჩენები რა და მერაბი აი ამ ხალხს შეუერთდა უკვე მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც მეორე დაცვა როდესაც ისეთი რეზიუმე გიმაგრებს გზურგს სანამ ჩემპიონი გახდებოდი შემდეგ უკვე ესეთი დომინაციით უგებ ჩემპიონს შემდეგ უმარლურმა გამედოს უგებ რომელსაც მთელი მერაბის გულშემატკივრების და ოჯახის წევრების გარდა მთელი მსოფლიო მაგას გულშემატკივრობდა UFC-ს ჩათვლით ალბათ უმარს რა და აი ამ მეების წინააღმდეგ გაიმარჯვა მერაბმა ეხა შონ უმალესთან ესეთი შტამბეშტავი გამარჯვება ნუ გაშკარა ლეველაფია ეს უკვე და ბევრისთვის მიუხედავად იმისა რომ დომინიკ კრუს 5 დაცვა აქვს ტიტულის ანტონით კატეგორიაში და მერაბს მხოლოდ 2 ბევრისთვის მოვისმინე ბევრის აზრი ბევრისთვის მერაბი უკვე დომინიკ კრუზე წინას დგას და მაღლა დგას რა ამ GOAT-ის ესე იგი დებატებში და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ჩვენც ვიზიარებთ ქართველები ყველა იმიტომ რომ გვაქვს მართლა გვაქვს ამისი არგუმენტები რომ მერაბი დავაყენოთ bantamweight-ში GOAT-ებში პირველ ადგილზე რა და რა ვიცი გილოცავთ თელ საქართველოს ულოცავ მერაბს ულოცავ თელ მის camps თელ გუნდს ვინც მიიღო მონაწილეობა და ჩართული იყო მის მზადებაში მწვრთნელებს Ray Longos John Woods და Aljamains და რა ვიცი Wakos ყველას ვინც იყო იქა და ასევე მომელოცოს ივნისის ბოლოს თოფურიას ნოკაუტით გამარჯვება ან საბმიშენით არ აღნიშნულობა ან ქულებით თუნდაც ოღონ მოვიგოთ რა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის დიდ მადლობას გიხდით წინასწარ ხარდაჭერისათვის გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე კარგად გზავნდებოდეთ